შეეხოთ. საერთოდ ზოგადად თბილისში რო ნახავთ სხვადასხვა კულტურას არ შეეხოთ. გავიგეთ, ესე იგი ვართ აღმოსავლეთ საქართველოში, რომელ რეგიონში? რეგიონში. ქართლში, ანუ ქვემო ქართლში და ქალაქი არის? რომელიც არის საქართველოს? საქართველოს დედაქალაქი. დღევანდელ ჩვენ თემას ბავშვებო ქვია აბანოთუბანი გასეირნება ძველ ისტორიულ თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ერთი ფერის აბანო. ეს აბანო ეკუთვნოდა ძველ თბილისელ დიდგვაროვანს ეს აბანო ეკუთვნოდა ძველ თბილისელ დიდგვაროვანს მაქარ ორბელიანს. მაქარ ორბელიანმა დაიქირავა სამარყანდიდან ხელოსნები ჩამოიყვანა და აი ზუსტად შუა აზიურ სტილში მოაპირკეთებინა თავისი აბანოს ფასადი. ნახეთ, აი მსგავსი ფასადი თქვენ შეიძლება შეგხვდეთ შუა აზიის ქვეყნებში. აი მაგალითად სამარყანდში, სადაც მდებარეობს თემურლენგის საფლავი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დაუძინებელი მტრის, რომელმაც 8-ჯერ ილაშქრა საქართველოს. ძველ თბილისში ამაზე ძველი არაფერი არ არის რაც ვნახეთ. ეს არის ვახტანგ გორგასლის შვილის მეფე დაჩის დროინდელი გალავნის ნაშთები. ვახტანგ გორგასალმა რო გადმოიწონა დედაქალაქი თბილისში, ბავშვებო, თამდა დედაქალაქი თბილისში გადმოიწონა, ეს პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა, მეფე მოკლეს. როგორ მოკლეს, იცი? მონაყოფილმა გაყიდა. ისმა მონამუღალატა და სპარსელებს უთხრა, რომ მეფეო ხიან ხელს რო შემართავსო, ჯვრის პერანგის იღლის ქვეშ გარღვეული აქვს და იქ თუ გააყენეს. ბავშვებო, ჩვენ ახლა ვართ ყალაუბანში. ეს იყო სამეფო უბანი. მეფის სასახლე მდებარეობდა სწორედ ამ უბანში. ამ უბანში ასევე მდებარეობდა სტუმრების მისაღები და გასაჩერებელი ადგილები, ეგრეთ წოდებული ქარვასლები. ეხლა ტაში დაუკარით. მარია. სწორად დადექით მარიამის გვერდზე. უკბილოები ჯერ შეამიყავდეთ. რა უკბილოები ჯერ. თქვენი მეფე არის მარიამი.